ტოქსიკურ ურთიერთობაში როცა შევდივართ, და ტოქსიკური ხდება, ამ ადამიანთან ყოფნის დროს ჩვენც გადმოგვდის, ჩვენშიც არის ეს ყველაფერი, მისი ნიშან-თვისებები, მაგრამ მოძალადეც აღმოჩნდეთ რაღაც ეტაპზე. ახალ ურთიერთობაში და ძველი შაბლონები წავიხოთ. ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემთან ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო და ვისთანაც ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, იყო ჩემი თავი, რომელიც მაშინ რო გეკითხა, ყველაზე ისეთი თვითდარწმუნებული, თვითდაჯერებული ვიყავი. ეხლა რომ მკითხო, რომ რა ხდება შენს თავს, პროცესში ვარ კეთილი. იქ ბეჭედი მქონდა დარწმუნებული და ძალიან მაგარი შეგრძნება, როცა ხდები შენი თავის მშობელი. იმიტომ რომ არავისთან აღარ გინდა მისვლა და წუწუნი, რომ ცუდად მომექცნე. შენ ხდები შენი თავის მშობელი და იწყებ შენ თავზე ზრუნვას და ჩაღრმავებას, რომ ამ ურთიერთობაში ესე რომ მოხდა. ამ ადამიანის ქცევა რომ ასე შემეხო. რა მაგდა სამშობლო? ეს არის მხელა ხანგრძლივი პროცესი, რომ გრძელდება უსასრულოდ რაღაც ეტაპზე უბრალოდ დროში ამცირებ. ადრე თუ მჭირდებოდა 5 წელი გასაანალიზებულად და ბრალეულობიდან გამოსვლა, ახლა შეიძლება დამჭირდეს 15 წუთი, რომ ოპა, თათუკა. აქ ის არაფერ შუაში, შენ დათანხმდი, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში მოდიან ტოქსიკური ადამიანები და ერთადერთი ვარიანტი აქ არის, რომ მე აღარ ვთანხმდები.